დღესვე ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება ამერიკელმა სენატორებმა და ამერიკის ელჩმა მიულოცეს. კოალიციის ლიდერმა დღეს ბიზნეს ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო. მათ ქართული ოცნების ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს. სენატორი ჯეიმს რიში იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით. გვინდოდა რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ ვიცით, მიგვაჩნია, რომ გუშინ აქ ძალიან დადებითი ნაბიჯი გადაიდგა წინ, როგორც საქართველოსთვის, ასევე დემოკრატიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ეს განწყობა გაგრძელდება. უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო ქართველ ხალხს. ჩემი აზრით, გუშინ ისტორიული დღე იყო ქართველი ადამიანებისთვის. რაც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგები ნათელია, რომ ერთგვარი ცვლილება უკვე სახეზეა იმ მიმართულებით, თუ როგორ განხორციელდა ეს ყველაფერი. მე და სენატორი შაჰინი აქ ვიყავით, ძალიან ახლოდან ვაგვირდებოდით და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე იმან, თუ როგორ იქცეოდნენ ქართველები და როგორ განახორციელეს ეს ცვლილება. დიდი მადლობა ქალბატონ სენატორ შაჰინს, სენატორ რიჩს. დიდი მადლობა რომ მოიცალეს და გაესწრნენ ჩვენ შედეგებს. გუშინდელი დღით ძალიან კმაყოფილნი არიან, ქართველმა ხალხმა ნამდვილად გაიმარჯვა. ჩვენ გქონდა საუბარი მომავალზე, როგორ განავითაროთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეგობართან და როგორ განავითაროთ დემოკრატია საქართველოში. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. და ჩვენ მოუთმენლად ველით არა მარტო ამ ურთიერთობის გაგრძელებას, არამედ ამ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და გვინდა, რომ ასეთ კარგ მეგობრებად დავრჩეთ.